ღონისძიება მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალთან 11 საათზე დაიწყო. ფაშიზმზე გამარჯვების 68-მე წლის თავი ახალციხეში ტრადიციულად აღნიშნეს. მემორიალი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს. შემდეგ კი ვეტერანებისთვის ღონისძიება გამართეს. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ხალხური სიმღერების ანსამბლმა მესხეთ მაუმღერა. ადგილობრივმა პოეტმა ვასილ კვინცხაძემ კი მათთვის ლექსები წაიკითხა. ვეტერანებმა ბრძოლის პერიოდი და 9 მაისი გაიხსენეს. დღეს ჩვენ ბრწყინვალედ ხვდებით 9 მაისს, გამარჯვების დღეა და ყოველთვის წელიწადს ჩვენ ვალდებული ვართ მოვიდეთ და გავიხსენოთ ის წარსული, რაც იყო იმ დროს. გამიწვიეს ჯარში 17 წელსა ვიყავი. გორში გამანაწილებელი იყო და გორიდან გაგვიყვანეს მერე ჩილოკავკასიაში. აი ვიბრძოდით. ხალხი დაიხოცა, ხალხი ვამბერის წავიდა საქართველოს და იმაზე ნაკლები დაბრუნდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ღონისძიების დასრულების შემდეგ სამამულო ომის მონაწილეების საზეიმო სადილზე მიიწვიეს. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის 38 ვეტერანს ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირად ანგარიშზე 130 ლარი ჩაურიცხა. დღეს პატივს მივაგებთ, მიულოცავთ დღევანდელ დღეს. მოვეფერებით, მოვესიყვარულებით საკრებულო გამგეობამ და საკრებულომ მათთვის ფინანსური საჩუქრები გამოყოს. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის, ფაშიზმზე გამარჯვების დღეა და ამ ადამიანებს ულოცავ კიდევ ერთხელ იმ დროინდელ გამარჯვებას. სულ რამდენიმე ერთეული ადამიანი დარჩა და რა ვიცი, უნდა გვახსოვდეს. კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ამ დღეს, რომ ომი ძალიან ცუდია. და მოუწოდოთ მთლიანად საზოგადოებასაც, რომ ამისთვის ყოველთვის ახსოვდეთ, რომ ეს არის ძალიან ცუდი და მასზე გამარჯვება ყოველთვის საზეიმო იქნება. ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის 38 ვეტერანიდან ღონისძიებაზე დასწრება მხოლოდ 6-მა მათგანმა მოახერხა. სოციალური მომსახურების საკოორდინაციო ცენტრის სპეციალისტის განმარტებით, ამის მიზეზი ომის მონაწილეთა ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა. გულდასაწყვეტია ის ამბავი, რომ მე როცა დავინიშნე რეგიონის ვეტერანთა საქმეების განყოფილების უფროსად, მაშინ ახალციხეში 250 კაცი იყო. 250-ზე მეტი იყო დიდი სამამულო ომის ვეტერანი. თქვენ წარმოიდგინეთ, დღეს უკვე 35-დან 40-მდე 38 კაცი. და აგერ სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ კიდე ერთი გამოგვაკლდა. მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო. აზიაში ის 1927 წლის 7 ივლისს იაპონია-ჩინეთის ომით დაიწყო, ხოლო ევროპაში 1939 წლის 1 სექტემბერს გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე. საომარი მდგომარეობა აზიაში 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით დასრულდა, ხოლო ევროპაში ამავე წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციით მეორე მსოფლიო ომმა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლის.